მერცმა დაგუცით გაგაძლიეროთ გაგახაროთ კვლავ სახლის კურთხევის დროს არ მინდა რომ ისევ ვაკურთხო რომ არ ვახსენო ეს სამი საფრთხემოთხულო სათქმულება შარწმუნება სასწრაფო და სიყვარული და ეს არის ის უზარმაზარი სათქმულებები რომლის მწვერვალში სიყვარული დგას ამიტომ ჩვენ ვერ წარმოგვიდგენია ალბათ და მართლაც ვერ წარმოსადგენია რომ ქრისტიანი ადამიანი ამ სათქმულებებისკენ არ მიისწრაფოდეს განსაკუთრებით მწვერვალი სათქმულებისკენ რომელიც არის სიყვარული ამიტომ სხვანაირად ვერ წარმოედგენ მსახურებას რადგანაც გონება ჩვენი გული ჩვენი სული სამშველის სხეული ძალიან იწმინდება ამ სიყვარულს რომელსაც თვითონ ღმერთი ქვია როდესაც სიყვარულს ვახსენებ იმ ჭეშმარიტ სიყვარულს გულისხმობ რომელიც წმინდავს როგორც წმინდა ცეცხლი წმინდავს ჩვენ სულს სამშველის სხეულს რა თქმა უნდა ეს გონებისა და გულის მუდმივი თანამდევი ასე ვთქვათ გრძნობა ცოდნა გრძნობა შეგრძნება ენერგია რომელიც ღვთის არსიდან გამომდინარეობს თვითონ მადლია სიყვარულიც ესე შეიძლება ითქვას თვითონ მადლიც სიყვარულია მადლიც სიყვარულს გძრავს ზუსტად ეს მადლი ცეცხლი გამწმენდელი რომელიც შეეხება ჩვენს გულს და გონებას რომლის დროსაც რომლის ვთქვათ იგივე სახლის კურთხევის დროს თვითონ აი ამ სიყვარულს მოუწოდებ სიყვარულს ვუხმობთ და სიყვარულით მოვდივართ და სიყვარულით ვდება და სიყვარული არის ჩვენ შორის და ამიტომ ქრისტიანს ჩვენ შორის იმ ოჯახებში ხო სადაც მივდივართ ამიტომ ზუსტად აი ამ სიყვარულის საოცარ გზნობას რომელიც წარმოადგენს სათქმულების რა თქმა უნდა ასევე იმედის სათქმულებას რომელიც არის სასწორება იგივე და რა თქმა უნდა სასწორება სიყვარული ზუსტად ეს სამი სათქმულება და განსაკუთრებით ის უკლავი მეორე სიყვარული ანიშნებს განსაკუთრებულ მაღარ ხარისხს ჩვენს გულსა და გონებას ხარისხობრივად მაღალ მდგომარეობაში აყავს იგი ხარისხობრივად იმუნიტეტს აძლევს მას და ხარისხობრივად უფრო მაღალ სულიერ ხარისხს და თვისებას აძლევს გულსა და გონებას უვნებელობისა სულიერი სიმყუდროვისა სიმყარისა უცხოდ ზრდის გონებასა და გულს ეს უნდა ითქვას საოცრად ადამიანი რომელიც ღირსი ხდება ღვთის მადლისა მასში აუცილებლად სიყვარული მატულობს მასში ეს უვნებელი მდგომარეობა რომელიც იცავს ადამიანს ყოველ შემთხვევაში იმუნიტეტს აძლევს ეს ჯერ კიდევ ჩვენ ხორცში ვართ ხომ ხორციელი ადამიანები ვართ ყველა ადამიანს თავისი ბრძოლა აზრობრივი სიტყვიერი საქმითი ან ხილული უხილავი მაგრამ ღმერთი ყველა ადამიანში მკვიდრობს მონართულ ადამიანს გულისხმობ რომელსაც განსაკუთრებით მისი პირადი სულთმოფენობის ანუ ნათლობის დროს ყარდება იწმინდება ფორმირდება სრულდება სრულყოფილდება ხატება და დავალება ეძლევა მსგავსებისა ამ დავალების აღსრულება ეს იქნება სახლის კურთხევის დროს თუ ეს იქნება სხვა წესების დროს ხარავ დაპარაკობ საიდუმლოებს ეს არის ზუსტად იმ დავალების დროს ჩვენ შევიცნობთ ამ დავალების მსგავსების მიღწევის დროს შევიცნობთ ღვთის მადლს, შევიცნობთ ღვთის ნებას, შევიცნობთ სიყვარულს და სიყვარული გვაძლევს თავისი თავის შემეცნების საშუალებას. უსიყვარულოდ სიყვარულს ვერ შეიმეცნებ, აი ესე ვთქვა. თითქოს სიმბოლურია, მაგრამ ასე უნდა ვთქვათ, რომ ტავტოლოგია არ არის ეს. უსიყვარულოდ სიყვარულს ვერ შეიმეცნებ. თვითონ სიყვარული ბუნებით მიამსგავსებს ღმერთს ადამიანს. ანუ ღმერთს ბუნებით ვერ მიამსგავსებთ, მაგრამ მადლით ხომ მიამსგავსებით, მაგრამ ასევე სიყვარულს ადამიანის შესაძლებლობების პროპორციულად შეუძლია ბუნებით ღვთის მსგავსება მიამიჭოს ადამიანს. ამას მინდა იონე კიბის აფსერელი ამბობს. ამიტომ განსაკუთრებით დღეს მოსაჯოთა სივრცის მძიმე ცრემლებით, ცოდვათა, განსაცდელთა ჟამს, ჭირის ჟამს, კრიზისის ჟამს, ეკონომიკური იქნება პირველ რიგში სულიერი კრიზისის, ემოციონალური კრიზისი და ეკონომიკური ეს ბოლო შედეგია ზუსტად. აი ამ კრიზისების დროს, მით უმეტეს სიყვარულის მოკლების დროს, რომელიც ასევე სხვა სათქმულებებსაც შემდეგ დაბლას წევს და ძალას წართმეულ ადამიანს აძლევს ისეთ მდგომარეობას, რომელიც ცოტას და სასუსაფრთხოებაში შეიძლება გადავიდეს. ამიტომ ადამიანი, რომელიც მწუხარებისგან უნდა გამოვიდეს
უნდა გამოვიდეს სულიერ სიღატაკისაგან, უნდა გამოვიდეს ნებებისაგან, რისხანებისაგან, არასრულყოფილებისაგან, წარუმატებლობისაგან, გზის ჩაკეტილობისაგან. ასე ვთქვათ, ყველაფერი იმისაგან, რაც უშლის მას სულიერად წინ წავიდეს, ზუსტად ამ ადამიანებისათვის მთავარი სათქმელობა ზუსტად ეს სიყვარულის სათქმელობა. და რა თქმა უნდა, ამაში ხელს უწყობს მინდა სახლის კურთხევა დავიწყოთ სახლის კურთხევით თუნდაც და რა თქმა უნდა, პირველ რიგში აღსანება ზიარება, ყავაზე რა ვლაპარაკობ, ეს ყველაფერი ვიცი. მაგრამ ეს მინდა აღვნიშნო, ამ ოჯახს უსულო, რომ ამ რიტუალით, აი ამ სიყვარულში გაძლიერებით, ამ საბრძოლო מחვილით, ასე ვთქვათ, ოჯახი განწმენდილი ყოფს და დაცული ყოფილიყოს ყოველს ამ პროცესში, ხილავდა თუ უხილავდა წერტება. ყველა ოჯახი ჩვენი ერისა და მეტის საბრძოლო იმუნიტეტი გქონდეს სულიერი. და ასეთი ადამიანი უძლებელია. მას ისეთი ძლევამოსილება ენიჭება ღვთის მადლი, როცა სიყვარულში ძლიერდება, რომ მას უკვე გულწრფელი ლოცვით, მედრებით პირდაპირ ურთიერთობა ღმერთთან. პირდაპირ პირდაპირ ვთქვათ, გძნობს ღმერთის მასთან ახლო ყოფნას. ამას ხოლმე ღვთის სიყვარული აძლევს ამ გძნობაცოდნა შეგრძნებას ადამიანს. და მინდა ეს უსულო. დიდი სიფრთხილე, დიდი ლოცვა, მოუკლებელი ლოცვა, მოუკლებელი ვედრება ღვთისადმი. შეგეცნება სახარებისეულის სიმდიდრისა და საუნჯისა, მოხსენიება ადამიანებისა. აი ეს ყველაფერი, რომელიც გვავალებს ეკლესია, ჩვენ გვაძლევს საშუალებას იმისა, რომ ნებისმიერი დაპყრობა გადალახოთ და გზახსნილი გქონდეს და ნებისმიერი ზღუდე და ბლოკირება იქნეს გახსნილი და დაღებული და მოწმუნე ადამიანის წინაშე და ესეთი ნაკურთხი ადამიანის, განწმენდილი ადამიანის წინაშე ყველა კარები იღება ღვთის მადლით, რასაც ამ ოჯახსაც და ყველა ჩვენთანაც უსურვებ. მადლი გქცევთ ჩვენს იესო ქრისტეს, როგორც ყოველთა თანა. ამინ.